მოგესალმებით, მომავალი ტივის ეთერშია ყველაზე შემოქმედებითი გადაცემა არც თაობა, მე კი სოფო შენგელია ვარ. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ საკმაოდ აქტუალურ თემაზე, შევეხოთ ხელოვნებას და სტუდენტებს. ანუ რა კავშირი არის დღეს ხელოვნებასა და სტუდენტებს შორის და როგორ მიდის დღევანდელი ხელოვნება ჩვენ სტუდენტებთან. ამაზე საუბარში კი მე დამეხმარება ვაჟა კუდუხაშვილი, რომელიც საკუთარ თავს თვითონ წარმოგვიდგენს. მიდი ვაჟა. გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში, მე ვარ ვაჟა კუდუხაშვილი. ამჟამად ვარ სტუდენტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე თესელში. და ვარ კულტურის კოორდინატორი, კულტურის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის კოორდინატორი. კარგი ვაჟა, სტუდენტი ხარ, გასაგებია. რამდენი წლის ხარ? 21. 21 წლის. არ გიჭირს სწავლა და დეპარტამენტშიც ყოფნა ერთმანეთში არ გიშლის ხელს? ჯერ აქედან დავიწყე. წინა სემესტრში ვიმუშაობდი დაახლოებით 3 ადგილას ლიოს თვითმმართველობაში ვიყავი და საგნებიც არ მრჩებოდა. თუ სტუდენტს შეუძლია რომ დრო გაანაწილოს, სწორად თვითმმართველობა ამას გასწავლის, როგორ გაანაწილოს სწორად დრო, ფიქრობ რომ ყველაფრის მოსწრება შესაძლებელია. მოდი მაშინ ეგ ძალიან კარგი ეხლა რაც ჩვენ თქვი, მაგრამ დავიწყოთ სულ თავიდან. პირველად როგორ აღმოჩნდი თვითმმართველობაში და მე განვაგრძოთ დღევანდელობამდე როგორ მიდის შენი კარიერა, ესე ვთქვათ, როგორ აღმოჩნდი ამ პოსტზე მოგვიყვება. ჩემ დროს თვითმმართველობას ქონდა ძალიან ცუდი სახელი და სიმართლე გითხრათ უფრო მაინტერესებდა რა ხდებოდა და სიმართლე გითხრათ უფრო მინდოდა რომ გამომესწორებინა სიტუაცია, მაგრამ რეალურად როცა მივახცე იმ ზღვარამდე როცა უნდა დამენახა რომ იყო თუ არა მართლა ის ჭორები რაც იყო თვითმმართველობაზე მივხვდი რომ გამოსასწორებელი არაფერია და რაც შემიძლია გავაკეთო მარტო ის ჩემზე დაკისრებული მოვალეობები შევასრულო კარგად. რა ჭორები იყო? იყო ჭორები რომ თვითმმართველობა არ აკეთებს არაფერს სტუდენტებისთვის. რომელიც თანხები იფანგება რაღაც ბაზარულ კონცერტებში და ასე შემდეგ. უბრალოდ ერთი რაღაც არის სტუდენტებს რომ ყველაფერს ელიან სხვისგან. ქართველებსაც გვახასიათებს ის მარტო სტუდენტების ბრალი არ არის. ყველაფერს ელიან თავრობისგან, თვითმმართველობისგან და ასე შემდეგ. ამ თვითონ არც იდეების მოწოდება უნდათ, არც ის უნდათ რომ შემოვიდნენ და ნახოთ თვითმმართველობაში რეალურად რა ხდება, რას ვთავაზობთ, რა შანსს ვაძლევთ, ან რას ვაკეთებთ. უბრალოდ კრიტიკისთვის არიან მზად. მაშინ მოდი მაყურებელს მოვუყევი გავუქარწყლოთ ის ჭორების იდეები, რომ თვითმმართველობა არაფერს არ აკეთებს და უბრალოდ ხარჯავს ფულს, რას აკეთებს თვითმმართველობა? ზოგადად თვითმმართველობა და მერე კულტურის დეპარტამენტი. თვითმმართველობა შედგება 4 დეპარტამენტისაგან. ეს არის კულტურის დეპარტამენტი, სპორტის დეპარტამენტი, განათლება და ტურიზმი. კიდევ ცალკე გვაქვს პრეზიდენტის აპარატი, რომელიცაც კიდევ სხვა ფუნქციები აქვს. ასევე სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ახალი დაარსებულია, ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიცაც ევალება სტუდენტების გამოკითხვა და ასე შემდეგ. ჩვენი ღონისძიებების მიზანი არის რომ სტუდენტების ცხოვრება გავხადოთ აქტიური. ანუ არ იყოს მხოლოდ ეს უნივერსიტეტში მოსულ სემინარების ჩაბარება და შემდეგ სამუშაოზე გაქცევა ამ მეგობრებთან ერთად გართობა. უნდა გავხადოთ სტუდენტური ცხოვრება აქტიური. ჩვენი ღონისძიებებით ყოველას ჩვენი საქმე გვაქვს ტურიზმის დეპარტამენტში ხდება ექსკურსიები, კულტურას ეხება შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, მუსიკალური კონცერტები, ქორეოგრაფია და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც ხელოვნებასთან დაკავშირში. სპორტს ევალება რომ უფრო ჯანსაღი გახადოს სტუდენტური ცხოვრება და ასე შემდეგ. განათლება რა თქმა უნდა განათლებაზე ზრუნავს და ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული დეპარტამენტია. მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა რაც გვაქვს ის არის რომ სტუდენტების დაინტერესება ხშირად არის დაბალი პროექტებისადმი. რატო ეს პროექტების დონიდან გამომდინარე არის თუ უბრალოდ არ აინტერესებთ და თქვენ რახან ეს თვითმმართველობის გაკეთებული არ იქნება კარგი? სიმართლე გითხრათ მიზეზი სხვადასხვა ზოგს არ აინტერესებს, ზოგს დრო არ აქვს, მაგრამ უფრო ალბათ დამოკიდებულება არსებობს უბრალოდ ბევრი მართლა იმისთვის დადეს უნივერსიტეტში რომ მხოლოდ სემინარები მომზადოს და სოდომე იყოს უბრალოდ სტუდენტური ცხოვრება ბევრს არ აინტერესებს, მაგრამ მაინც არიან ხალხებისათვის მუშაობთ და მინდა გითხრათ რომ ცოტა არ არის. უბრალოდ ყოველთვის მინდა რომ იყოს მაქსიმუმი სტუდენტების დაინტერესების, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით მაქსიმუმს ეს არ აინტერესებს. კარგი, გადავიდეთ ახლა კონკრეტულად კულტურის დეპარტამენტზე. თქვენ რა ხელოვნებასთან ყველაზე ახლო და მჭიდრო კავშირი აქვს, ხო? ამიტომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს შენ. მოგვიყავი კონკრეტულად რა ღონისძიებებს ატარებთ? ზოგადად არ კონკრეტულად, ახლა დაკონკრეტეთ მაგალითად. ყველა ცენტრალური ღონისძიება რომელიც ტარდება სააქტოში, ეს იქნება ლაუდსპიკერის კონცერტი იყო გუშინ, მაგალითად ძალიან ისეთი დაახლოებით 1200 კაცამდე ესწრებოდა 707 ადგილიან აუდიტორიაში, ხო წარმოგიდგენთ რა ეფექტი აქვს მას. ხო. რა ვიცი, ერთ-ერთი რეკორდსმენი გუნდია, მოკლედ რა ვიცი, ძალიან ბევრი ღონისძიება რომელსაც ჩამოთვლასაც არ მინდა რომ დავიწყოთ, შეიძლება რაღაცები გამოჩეს. კულტურული ვიქტორინები, ანუ კულტურის ლიგა გვაქვს, ძალიან ბევრი პროექტია ესეთი, რომელიც სტუდენტს აძლევს რომ თავის შესაძლებლობები ხატვაში, მუსიკაში, სიმღერაში, ცეკვაში წარმოაჩინოს
საკუთარი თავი დაასვან სტუდენტებს, სხვებს გამოვიდეს სცენაზე. ამაში ეხმარება არა მარტო თვითმმართველობა და ჩვენი ორგანიზებები, სტუდენტური დღეები, ასევე მიუზიკალ მასშტაბი, ბევრი პროგრამა ისეთი სტუდენტს შეუძლია, რომ აქტიურად იცხოვროს და მარტო სწავლით და სახლის უნივერსიტეტით არ შემოიფარგლოს. მაგრამ ცოტა და ალბათ უნდა ვმუშაობდეთ სტუდენტების ცნობიერებაზეც, რომ უფრო მეტად გავააქტიუროთ და მეტად მოთხოვნადი გახდეს ეს ჩვენი პროგრამები. ჩვენი პროგრამები გახდება მოთხოვნადი, უფრო მეტად დავხვეწავთ კიდეც. უბრალოდ როცა მოთხოვნა არ არის, შენს თავაზობ იმას, რაც შენ გონია კარგი, შეიძლება ამის გამოც არ არის მაქსიმალური დაინტერესება სტუდენტების მხრიდან. ანუ არ ესდება ის, რაც მაგალითად სტუდენტების გარკვეულ ნაწილს აინტერესებს, იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია, რომ სტუდენტებს ეს უნდათ. კი, ანუ ერთ-ერთი პრობლემა რაც არის, რომ ინტერესის ნაკლებობა არა მარტო თვითმმართველობისადმი და აქტიური ცხოვრებისადმი, არამედ ყველაფრისადმი აქვს ინტერესის ნაკლებობა. მე თვითმმართველობაში ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, ჩემი შესვლის, რომ უნივერსიტეტი გამეცნო სიღრმეში. უნივერსიტეტში რომელშიც სწავლობ, უნდა იცოდე რა ხდება თვითმმართველობაში, რა ხდება ადმინისტრაციაში, რა ხდება ზემოთ, ქვემოთ და ასე შემდეგ. როცა რა ხდება საკეთებ ჯობია რომ ყველაფერი იცოდეს, საერთოდ არის. და უბრალოდ ინტერესი არ აქვს ბევრს. და შენი აზრით როგორ შეიძლება სტუდენტობის დაინტერესება, რომ მარტო სიტყვაზე ან წიგნით არ დაინტერესდეს იმ სახელმძღვანელოთი, რასაც გადის, ან მარტო უნივერსიტეტის სახლის მარშრუტით არ იყოს დაინტერესებული, აი როგორ გავაფართოვოთ მათი ინტერესის სფერო, ესე რომ ვთქვათ. ამ პრობლემის გადაჭრაში გვექნება ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც ახალი დაარსებულია და ჯერჯერობით ეხლა იწყებს საქმიანობას. ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უნდა გამოვლინოს ის მოთხოვნები და სურვილები, რაც აქვს სტუდენტებს. ანუ სტუდენტს უნდა ვაჩვენოთ ის ღონისძიება და ის კულტურული ასპექტი, რაც მას აინტერესებს და რაც მას მოიყვანს და დაანახებს თვითმმართველობის საქმიანობას და შემდეგ რა ვიცი, ერთ პროექტს რომ დაესწრებენ, არ ამგონია რომ მეორემ არ დააინტერესოთ, იმიტომ რომ ხშირად მთხოვენ ხოლმე იგივე კულტურა კი ვართ, მაგრამ ძალიან ხშირად ვაკეთებთ საგანმანათლებლო ტრენინგებს, იგივე სხეულის ენის სამთლიანი ტრენინგი გქონდა ბოლოს გაკეთებული, ის იყო ძალიან მაგარი ტრენინგი და ყველა თითქმის ყველა სტუდენტმა თქვა, რომ ის რატომ მსგავსი ტრენინგი იქნება ან რამე მსგავსი პროექტი შემერთმენი და დაგვიტოვა თავისი მაილი. უბრალოდ გვინდა მოვიყვანოთ ეს სტუდენტი რომელიმე პროექტზე და ვაჩვენოთ, რომ აი რა კეთდება. სანამ კრიტიკას დაიწყებენ, ჯობია რომ ნახონ რას ვაკეთებ. შემდეგ უკვე დაინტერესდებიან თვითონაც. სხეულის ენაზე ტრენინგება ძალიან დამაინტერესა, ანუ რაზე იყო ეს ასწავლიდით სხეულის ენას და ჟესტებს, ჟესტიკულაციას თუ სამი ლექტორი ყავდა მოწვეული, რომელიც განიხილავდნენ პირველ ორ დღეს განიხილავდნენ სხეულის ჟესტიკულაციებს, მათ მნიშვნელობებს, ძალიან ბევრ სიტუაციაში და ასპექტში, ზოგადად სხეულის ენა ისეთი რაღაც არა, მხოლოდ ერთი ასპექტით ვერ იმსჯელებ. თუ მაგალითად მე წყვილს ხეხები შეიძლება ეს ნიშნავდეს წყვილს, მაგრამ წყვილს აქვს ყველაზე რამდენიმე ნიშანი, რითაც გამოვლინდა და ეს შეიძლება გულ შემჩევა იყოს. ძალიან ბევრი საინტერესო ვისწავლე მე ტრენინგებისგან, იმიტომ რომ საორგანიზაციო ჯგუფს ყოველთვის გვიწევს ჩვენ პროექტებზე დასწრება. მესამე დღეს გავაკეთეთ თესეუს კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მოვიწვიეთ, რომელმაც ჩაატარა ტრენინგი როგორ დავწეროთ CV და სამოტივაციო და ესეც ძალიან დაინტერესდა ბავშვებს და რა ვიცი. მგონია რომ კარიერულ წესრიგში ხელს შეუწყო. რამდენიმე საკითხი თუ შეგიძლიათ თქო როგორ დავწეროთ CV მაყურებელს რომ ურჩიო რამე რაც გახსოვს იქიდან თუ გახსოვს რამე. მახსოვს, მაგრამ ჯობია რომ თუ ჩვენ მაყურებელი იქნება თესეული, ჯავახიშვილის სტუდენტი პირადად ჩავიდეს მეორე კორპუსში, მეორე სართულზე. კარიერული განვითარების ცენტრში ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მას დაეხმარებიან CV-ს სწორად დაწერაში. უბრალოდ არ მინდა რომ რამე არასწორად უთხრა მაყურებელს ან რამე გამოჩეს და კარგი, გასაგებია. კარგი. მაგრამ ეცი რა მითხარ, გასაგებია რა სიტუაცია არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობაში და სტუდენტები რითი არიან დაინტერესებული თუ არ არიან დაინტერესებული. ზოგადად საქართველოში სტუდენტებთან რა სიტუაცია არის, ხომ არ გაქვს ამის შესახებ რამე ინფორმაცია თუ შეგიძლია ობიექტურად ისაუბრო, როგორც არა თესეულ სტუდენტმა, არამედ ზოგადად სტუდენტმა. ზოგადად საქართველოს სტუდენტობას ვხედავ ისეთ საერთაშორისო პროექტებზე, როგორც არის სტუდენტური დღეები. სიმართლე გითხრათ, რა ვიცი, არ მგონია რომ არ არიან აქტიურები, მაგრამ რა ვიცი, თესეულ ყოველთვის ლიდერობს ხოლმე ყველგან. ასე ვხედავ მე, მარტო იმიტომ არ რომ თესეული ვარ. შეიძლება ჩემი სუბიექტური ხედვა, მაგრამ მგონია რომ ყველაფერში ლიდერობთ, იგივე სტუდენტურ ცხოვრებაშიც, სწავლაშიც და თვითმმართველობაც ისეთ დონეზეა განვითარებული, რომ არ მგონია რომელიმე თვითმმართველობა წინააღმდეგ კონკურენცია გაუწიოს ან თქვას, რომ რამეს უკეთესად ვაკეთებ. ვაჟა, ჩვენმა უფროსმა თავმა მგონი ნაკლებად იცის, რას ნიშნავს სტუდენტური დღეები და მოდი ავუხსნათ დეტალურად რა არის სტუდენტური დღეები, რა ხდება, რა ღონისძიებები ტარდება სტუდენტებისთვის, თუ შეიძლება. სტუდენტური დღეები ეს არის
როგორც ვთქვათ, საქართველოს რაგებული ღონისძიება არ არის, ეს არის ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების შესაბამისად წარმოგვიჩა რაღაც ვალდებულებები, რაღაც პრიორიტეტები და ასე შემდეგ. სტუდენტური დღეები ტარდება საქართველოში მთელი სტუდენტობის მასშტაბით, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გამოვლენენ თავისი ნიჭი, არა მხოლოდ სწავლაში, მუსიკაში, ქორეოგრაფიაში, არამედ კლუბზე, სოციალში, კლავიშში, სპორტის მრავალ სახეობაში, პეინტბოლში ძალიან საინტერესო და მინდა გითხრათ, რომ ამ ღონისძიებაზეც კი ძალიან ცოტა იგებს ხოლმე. ან ძალიან ცოტა საინტერესებს და ანუ ძირითადად უკვე შერჩეული გუნდები, რომლებიც წლიდან წლამდე გადაადიან და ანუ კონკურენტები არ ყავთ ამ გუნდებს, რომ შეცვალონ. ხო. ну ეს ძალიან ცუდია. სახელმწიფო მაგალითად არ ეხმარება ანუ რეკლამით ან რამით სტუდენტური დღეების ესე ვთქვათ გაპიარებაში? რეკლამა ყოველთვის არის, მაგრამ ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამაც კი როცა იყო ჩვენთან ამოსული თესეოს განვითარების კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ალბათ ხათუნა თქვა რომ თავის გვერდზე აქვს უამრავი გაცვლითი კარგი პროგრამა რომელსაც უბრალოდ არ ინტერესდებიან სტუდენტები. არის ბევრი ისეთი პროგრამა რომ უბრალოდ ცარიელი რჩება ადგილები, ბევრი ევროპის უნივერსიტეტი ითხოვს სპეციალისტებს, მაგრამ უბრალოდ მოთხოვნა არ არის აქედან. ეს არ პიარდება თუ არ აინტერესებთ, მე ვფიქრობ რომ პიარდება საკმარისად და ვისაც აინტერესებს ის თვითონ დაეძებდეს, რომც არ პიარდებოდეს. უბრალოდ ხალხი რა ვიცი როგორ გითხრათ. მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რასაც ხედავს და უმრავლესობას მაქვს საუბარი თორე რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ეძებენ, თესაოს საიტზეც საკმაოდ დიდი საიტია და ათვალიერებენ გაცვლით პროგრამებს და რა ვიცი, მართლობაში შემოიხედავენ ხოლმე ზოგჯერ თავისი იდეებსაც გვაქვს, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტს რა შეიძლება გაეკეთებინა სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებით მიიღო ორგანიზებაში მონაწილეობა თუ მხოლოდ სტუმრობის სახით იყვნენ მიწვეულები? ჩვენი მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ჩვენი უკვე დარეგისტრირებული და გასული გუნდები ფინალში, რა ვიცი, გულშემატკივრობა გავუწიეთ სერიოზული. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით ჩვენ სტუდენტებს, რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ავარჩიოთ საუკეთესოები და რა ვიცი, ეს უნდა იყოს სამართლე, რომელიც პრინციპიდან გამომდინარე და არა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვიღაცას მეტი გამოცდილება აქვს, ვისაც უკეთ შეუძლია ის გადის სტუდენტურ დღეებზე და ის წარმოაჩენს იცავს უნივერსიტეტის სახელს. ხოლო შემდეგ როცა გუნდები დარეგისტრირებულები არიან, ჩვენ აღარ შეგვიძლია იმის გარდა რომ გულშემატკივროთ. და მინდა გითხრათ, რომ საოცარი გზნობა იყო სტუდენტურ დღეებზე, როდესაც თვითმმართველობის დაახლოებით ასეული ესე ვთქვათ, თესეოს მაისურებით და დროშებით ესე შევედით რიყეზე, შევუერთდით ამ გულშემატკივრებს და ეს რა ვიცი არაჩვეულებრივი, რომ მე მგონი გუნდებმაც იგრძნეს, რომ თესეო ხარს უჭერს მათ და რა ვიცი. ვფიქრობ, რომ გამოვხსნათ ჩვენ სტუდენტები. მე დარწმუნებული ვარ, სხვა უნივერსიტეტებიც ასევე გულხუვალეთ გულშემატკივრობენ თავიანთ გუნდებს, მოდი მიკერძოება არ გვინდა. შენ ახსენე კულტურის ლიგა, რომლის სახელმაც ძალიან დამაინტერესა. რას მოიცავს კულტურის ლიგა და ეს არის მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროექტი თუ მთლიანად თესეოს თვითმმართველობა ატარებს? საკმაოდ რთულია ხოლმე, რომ განსაზღვროთ ცალკე ეკონომიკა აკეთებს თუ მთლიანად თესეო. როცა რაღაც პროექტი კეთდება, ეს კეთდება თვითმმართველობის სახელით და თვითმმართველობას არაფერი გვაქვს ერთიანობის გარდა. ერთიანობის გარშე თვითმმართველობა არაფერი არ არის ცენტრალური პროექტებშიც გვაქვს ჩვენი მონაწილეობა მიღებული და ჩვენ შესაბამისად რომ საკეთება ჩვენს ფაკულტეტზე რამე პროექტი ამ საქმის კურსში და დახმარებაში და რაღაც თავის თვლილში აქვს ცენტრალურ დეპარტამენტს პრეზიდენტის აპარატს. კულტურის ლიგაზე რო ვისაუბროთ, ეს არის დაახლოებით რასადროდის ტიპის თამაში, როგორც ჩვენი ცვლილებები გვაქვს შეტანილი. ნუ იდეა რა თქმა უნდა ეკონომისტებისა, მაგრამ ფინალი ტარდება ყველა ფაკულტეტზე. ყველა ფაკულტეტზე ტარდება თამაში და ფინალი ტარდება ცენტრალურში. რასადროდის ტიპის თამაშია, აქ არის საუნდტრეკები, ცნობილი ადამიანების სურათები და შეკითხვები და ასე შემდეგ. ანუ ცოტა გამრავალფეროვნებულია რასადროდის ტიპის თამაში. და სავარაუდოდ ეხება ხელოვნებას. მხოლოდ ხელოვნებას. თუმცა ზოგჯერ ხდება ხოლმე ისე, რომ ისტორიიდან და მსგავსი მეცნიერებიდან გვაქვს ხოლმე შეკითხვები, თუმცა ხელოვნებასთან რაღაც კავშირი მაინც არის. ირიბი კავშირი. მაგაზე ალბათ აქვთ ხოლმე სტუდენტებს პრობლემა, რომ ეს არ იყო ხელოვნებიდან კულტურასთან რა შუაშია ისტორია თუ არ აქვს ეს პრეტენზიები? ეგეთ პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ უფრო ისეთი პრეტენზიები აქვს, რომ სხვა პასუხი იციან კითხვაზე ზოგჯერ. და მართლა არის ისეთი ფაქტები, რომელსაც შეიძლება ორი სავარაუდო პასუხი ჰქონდეს. ასე დროს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ სამართლიანები და ვცდილობთ, რომ ესეთი კითხვები არ გავუშვათ. თუმცა ძალიან იშვიათად ხდება ეს და როგორც ესე არ ეგულიოთ ხოლმე მას.
კითხვებს ვინ ამზადებს? არ არის რთული სხვადასხვა წყაროებიდან დააზუსტო, სხვადასხვა წყაროებში ერთი და იგივე ფაქტი არის თუ არა ესე, ვინ აკეთებს ამას? შენ? კულტურის დეპარტამენტში ყავს საკმარისი რაოდენობის ადამიანები, რომლებიც მთლიანად თავით არიან საქმეში ჩაფურულები და ჩვენი სტუდენტები ისე თვითმმართველობის წევრები კულტურის დეპარტამენტში საკმაოდ ყველაზე მეტი ადამიანური რესურსი გვაქვს ხოლმე სხვა დეპარტამენტებთან შედარებით, უფრო პოპულარული დეპარტამენტია, იმიტომ რომ ვიძახე კულტურაში ვარ. თუმცა, რა ვიცი, კონკრეტულ ჯგუფს გამოვყოფთ ხოლმე კითხვებისთვის, ეს დაახლოებით მაქსიმუმ 10 კაციანი ჯგუფია, იმიტომ რომ უნდა იყოს პატარა ჯგუფი, რომ კითხვების სიტყვაზე გავრცელება არ მოხდეს. ეს ჯერჯერობით არ მოხდება და მომავალში ჩვენდები რომ არ მოხდება. კითხვებს ვადგენთ ჩვენ, ერთი გუნდი 10 კაციანი, რომელიც რჩება ფინალამდე დახურულ მდგომარეობაში. ამდალუქული. მოდი ახლა მომიყავით თვითონ თვითმმართველობის სტრუქტურაზე ცოტა ვისაუბროთ და კულტურის დეპარტამენტში როგორ შეუძლია სტუდენტს გაწევრიანება და რატომ არის ამდენი ხალხი კულტურის დეპარტამენტში, როგორც ჩვენ თქვი, რომ ყველაზე პოპულარული დეპარტამენტია. სტრუქტურაზე რაც შეიძლება ვქო მოკლედ იტყვით, იმიტომ რომ ძალიან რთული ახლა წარმოვიდგინოთ სტრუქტურა დაგიხავთ ახლა არის პრეზიდენტი, მას ყავს მოადგილეები, შემდეგ ყოველ ფაკულტეტზე არის თავმჯდომარე, შემდეგ მოდის კოორდინატორი, შემდეგ მოადგილე და კულტურის დეპარტამენტის წევრები. მთელი სისტემა ისეა დალაგებული, რომ გაძლევს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას. თუ ხარ თვითმმართველობაში საჯარო სამსახურში მუშაობა არ გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ მთელი სისტემა ისეა დალაგებული და ისე ვითარდება თანათან საფეხურეობრივად, რომ უკვე საჯარო სამსახურში რომ მხოლოდ მიხვდებით, რომ სახლში ხართ და უცხო არაფერი არ დაგხვდებათ. კულტურის დეპარტამენტი რატომაა პოპულარული? ალბათ პროექტებშია საქმე და იმ ხარისხში, რომელიც ამ პროექტებს აქვს. კულტურის დეპარტამენტი ერთ-ერთი ის დეპარტამენტია, რომელიც არ იზღუდება. უსაზღვრო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შეგვიძლია გააკეთო მუსიკალური პროექტი, ქორეოგრაფიული, შეგვიძლია მოეწიოთ ცნობილი ადამიანი, იგივე კულტურის ლიგა, ძალიან ბევრი პროექტია, უბრალოდ დეპარტამენტია ისეთი და სფეროა ისეთი, რომ ვერ შეიზღუდები და ვერ ამაზრო ფანტაზიას. და ალბათ უფრო ეს უსაზღვროება იზიდავს ხალხს და გეთახმები ხელმება რომ უსაზღვროა, მეც ამიტომ ვარ ხა დღეს აქ. სტუდენტების მიღება როგორ ხდება? არის რამე შესარჩევი ეტაპი თუ ნებისმიერ შეუძლია მოხდეს თვითმმართველობის ნებისმიერ რომელიმე დეპარტამენტში და განვითარდეს? სიმართლე გითხრა, ახლა ამ სემესტრის დასაწყისში მქონდა დასაუბრება სტუდენტებისთვის, მაგრამ რო გითხრა, რომ ვიღაცას ავარჩევთ და ვიღაცას არა, ესე არ ხდება. ყველა სხვა ძლევთ შანსს. დასაუბრება გვჭირდება იმისთვის, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია, რომ შემდეგ ან შანსი მივიცეთ, როცა საქმეს თავს გაართმევს ან ვერ გაართმევს. უმრავლესობა თვითონ წვეთს წავიდეს თუ არ წავიდეს, მაგრამ შემოსვლის შანსს ყველას აქვს. ყველას შეუძლია შემოვიდეს, იმუშაოს, საკუთარი თავი გამოსცადოს, მიიღოს გამოცდილება, გაიღრმავოს კონტაქტები და ასე შემდეგ. საკმაოდ ბევრი რამეს გაძლევს თვითმმართველობა. მართალია ხალხს არავინ არ გიხდის, მაგრამ ისეთი მოხალისეობრივი სისტემაა, რომ არასდროს არ კარგავს აქტუალობას და ყოველთვისაა ხალხი, ვისაც საქმის გაკეთება უნდა. ჩვენ არავის არ ვაგდებთ დეპარტამენტიდან, როცა საქმეს ვერ აკეთებ, ან არ გრჩება ამის ვიდრო თვითონ მიდიან ბავშვები. ეს ყველაფერი გასაგებია. მეტი ხა შენზე ვისაუბროთ, შენ დაინტერესდი რა ხდება ზოგადად უნივერსიტეტში, მარტო სწავლა არ გინდოდა, გაინტერესებდა სიღრმისეულად ყველაფერი, შეხვედი, რომ ეს სტერეოტიპები და ჭორები დაგინგრია და მე რა მოხდა? შეხვედი პირველ კურსზე იყავ, რაც თვითმმართველობაში შეხვედი. პირველ კურსელი ბაჟა შევიდა თვითმმართველობაში და თავიდან სიმართლე გითხრა, ვერ ჩავერთე საქმიანობაში, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, კულტურის დეპარტამენტში რატო შევედი, დღემდე არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ კულტურაში არაფერი არ ვიცოდი. შეიძლება შესულიყავი განათლებაში ან სპორტში, პირველად უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ რატომღაც კულტურა ავირჩიე. შეიძლება იმიტომ რომ უსაზღვრო დეპარტამენტი იყო, არ ვიცი. დღემდე ძალიან ცოტა რაღაც გამეგება კულტურაში, მაგრამ იმასთან შედარებით რაღაც მაშინ იყო, მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება. ვერკოვი ძალიან ბევრ რამეში, ხელოვნებაში, თერწერაში, უკვე მას შემდეგ გიტარაში და ასე შემდეგ ინსტრუმენტებში ძალიან ბევრი რამე მომცემულა კულტურა. თავიდან რომ შევედი, დამხდა ესეთი სიტუაცია, რომ იყვნენ ძალიან აქტიური ბავშვები, ჰქონდათ ძალიან ბევრი იდეები და უბრალოდ მე ვერ ხვდებოდი რა უნდა მეთქვა, რომ ჩემი იდეა მორგებოდა კულტურის დეპარტამენტში. ეს ყველა პირველ კურსელისთვის ნაცნობი გზნობაა, იმიტომ რომ როცა ხვდები თვითმმართველობაში არ იცი რა გააკეთო და უყურებს სხვებს. პირველი სემესტრი სიმართლე გითხრათ, ძალიან იშვიათად დავდიოდი და რასაც მომავლებად მარტო იმას ვაკეთებდი, მაგრამ მეორე სემესტრიდან როცა უკვე ჩემი პროექტი გავაკეთე და უკვე მივხვდი, რომ შემეძლო პროექტების გაკეთება, აქტიურად ჩავერთე ამ საქმიანობაში და უკვე დავიწყე ჩემი იდეების გამომუშავება.
ეს პროექტს რო გააკეთებ მე შემდეგ იდეა უკვე თავის მოდის და საქმეში ისე ერთები რომ უკვე ვეღარ წარმოგიდგენე როგორ უნდა გაჩერდე. სამსახურში რამდენიმე სამსახურშიც კი მუშაობდი, შენ როგორც აღნიშნე და ეს თვითმმართველობის სტრუქტურა და გამოცდილება დაგეხმარა რამდენად? სიმართლე გითხრათ კი. ბევრ რამეში თვითმმართველობა რას გაძლევთ? გარდა იმისა, რომ გაძლევთ კონტაქტებს, გასწავლეთ როგორ დაგეგმოთ პროექტი, როგორ გაანაწილოთ დრო, როგორ ისაუბროთ ადამიანთან, როგორ მოახდინოთ თქვენი უნარჩვების პრეზენტაცია. შეიძლება კონკურენტს ბევრად ჩამოვარდებოდეთ რაღაც მონაცემებით. მაგრამ საკუთარი თავის პრეზენტაცია ბევრად უკეთ შეგეძლოთ და ამან გადაწონოს თქვენი შესარჩევის კანდიდატურა. გააჩნია სამსახურსაც. ბევრგან სჭირდებათ კადრი, რომელიც კარგად საუბრობს, ბევრგან სჭირდებათ კადრი, რომელიც კარგად აზროვნებს, ბევრგან სჭირდებათ უბრალოდ კადრი, რომელმაც იცის და რაღაც ფეხბურთში სჭირდებათ სამუშაოდ. ძირითადად ახლა კადრებს ყველა სჭირდება ეს რომ საკუთარი თავის პრეზენტაცია ელემენტარულად უნდა შეეძლოს ყველას. და ეს ყველაფერი შენ შეგეძლებინა თვითმმართველობა? ბევრი თქმა მხოლოდ თვითმმართველობის და დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი და რაღაც სასწავლებელი ხდება თვითმმართველობაში, თუმცა ბევრი რაღაც მასწავლა და მომავალშიც ბევრ რამეს ვისწავლე ალბათ. კადრების მართვა, ჩემი მომავალი სფერო არის მენეჯმენტი. ამის პრაქტიკული საშუალება სხვაგან რომ სტუდენტობის პერიოდში ქონდა საშუალება რომ მემართა ადამიანური რესურსი, თან სრულიად მოხალისეობრივად, ანუ არაფერს არ ვუხდი ადამიანებს, ვამუშავებთ და ვმუშაობთ ერთად სრულიად როგორ გითხრათ. საფუძველზე მუშაობთ და წარმოგიდგენთ ახლა რა მოხდება რომ ჩაგვაბარონ სიტყვაზე რომელიც დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სიტყვაზე რომელსაც ვუხდით ხელფას იქ რას გავაკეთებთ. საკმაოდ დიდი გამოცდილებაა. თუ თქვენ არ იღებთ ფინანსებს, როგორ ახორციელებთ ამ პროექტებს, რაღაც რესურსი ხო გჭირდებათ? ფინანსებს პირადად არ ვიღებთ, მაგრამ როცა გვაქვს სერიოზული პროექტი, სადაც თანხის გადარიცხვა საჭირო, ან გვიწევს სერიოზული მომხრეების მოწვევა, რომელიც არ მოვა ისე. სასყიდლოდ არ მოვა, თუ რა თქმა უნდა არ არის საქმე მოხდა კონცერტი, ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი ფინანსები, რომელსაც წერება განცხადება, მაგრამ ეს ყველაფერი არის დეტალებში გაწერილი. თითოეულ პროექტს რა სჭირდება. ხელზე ფულის აღება არსად არ ხდება თვითმმართველობაში და თვითმმართველობა ზოგადად საქმიანობას ფიზიკურად ვერ გაწევს. და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს აფინანსებს უნივერსიტეტის ბიუჯეტი. ანუ უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტურ აქტივობებზე და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე, ხო? ასე გამოდის. ლოგიკურია. კარგი, ვისაუბროთ მომავალ გეგმებზე, რას გეგმავს კულტურის დეპარტამენტი და რას გეგმავს ვაჟა მომავალში? მომავალში მე ამ სენდაც მოვიაზრებ მხოლოდ. რამდენიმე პროექტი მაქვს გასაკეთებელი. არ ვიცი, ხომაღალი თქვა ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი და პრიორიტეტული პროექტი, რომელსაც ამ სემესტრის ბოლოს გეგმავ, ეს არის შემშელის თამაშები. რომელიც ეკეთებაც მინდა მაღლაში. რა კავშირია კულტურასთან ამას ვერ გეტყვით, სიმართლე გითხრათ, მაგრამ მგონია რომ ძალიან მოეწონება სტუდენტებს. რა თქმა უნდა იქნება ლოგიკური ამოცანები კულტურიდან, შეკითხვები და ასე შემდეგ. რას ნიშნავს შემშელის თამაშები? მე გამიგია წიგნი და ფილმი, მოდი აგვიხსენე პროექტი რას გულისხმობს და რა მასშტაბით და როგორ არის? დაახლოებით უნდა შექმნა რამდენიმე გუნდი, რომელიც მთლიანი მარლის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ლოგიკურ ამოცანებში და შეეჯიბრებიან ერთმანეთთან, მაქსიმალურად იქნება ეს პროექტი დაკავშირებული ამ ფილმის და წიგნის სიუჟეტებით. შეიძლება მოვუწევთ ისრის, რომ ციტაკის ჭამა ერთმანეთს შეეჯიბრი სხვადასხვა ლოგიკური ამოცანები და ასე შემდეგ. მთავარი იდეა რაც არის, ეს არის ერთგვარი პროტესტი. მარლოში დაახლოებით უკვე 3-4 წელია ვერ ხერხდება ბუფეტის გაკეთება. პროექტი ნაკლებად პროტესტია. საკმაოდ რთული სისტემაა ეს. როგორ კეთდება ბუფეტი, ხო, ანუ ხდება ვერ ხერხდება, მოკლედ რომ ვთქვათ. ვერ წდებიან იმ გადასახადს ის კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ტენდერში და ეს სატენდერო სისტემა არ ვიცი. არ მუშაობს ბუფეტის შემთხვევაში. კარგი, მოდი ჩვენ ხელოვნებაზე ვსაუბროთ და ბუფეტის განაცხადა ცოტა სხვა პრობლემური საკითხებია, მაგრამ ხელოვნებაზე რო ვიფიქრო, ჯერ ფიზიკური რაღაცეები უნდა დაივიწყო და ფიზიკური რაღაცეები რომ დაივიწყო და სწავლაზე და განათლებაზე ვიფიქრო, ჯერ ბუფეტი უნდა გქონდეს. დანაკლებ უგონებაზე უფრო ადვილია, ალბათ ხელოვნებაზე ფიქრი მართალი ხარ. მაგაზე ჩვენ ალბათ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ვერ ჩვენ ვერც მე. სტუდენტები ზოგადად თუ თვითონ არ გადაიხდიან ტენდერის საფასურს. ამჟამად იცი რაზე მესაუბრა, ეხლა შენ თვითონ თუ ხარ დაინტერესებული, გატაცებული ხელოვნების რომელიმე კონკრეტული სფეროთი ან სფეროებით.
თუ მოღვაწეობ ხელოვნებაში, თუ ხარ ხელოვანი ადამიანი? ჩემი ერთ-ერთი კავშირი ხელოვნებასთან არის ის, როცა ვუყურებ უსმენ მუსიკას, ვესწრებ კონცერტს ან პოეზიის საღამოს. სიმართლე გითხრათ, კულტურასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და როდესაც სტუდენტებს მინდა ურჩი, როდესაც გეგმავთ თვითმმართველობაში შესვლას კონკრეტულ დეპარტამენტში, განათლებაში რო გჭირდებათ, რომ იყოთ რა თქმა უნდა განათლებული და გქონდეთ მაღალი GPA, მაგრამ როცა გეგმავთ კულტურაში ან სპორტში შესვლას, აუცილებელი არ არის, რომ ფლობდეთ გიტარას, ცეკვავდეთ კარგად ან ფეროდეთ. თავი გქონდეთ სურვილი, რომ გააკეთოთ კარგი საქმე და რეალურად ვარ კულტურის კოორდინატორი, ვაკეთებ უამრავ კულტურულ პროექტს, მაგრამ კულტურაში ბევრი არაფერი გამიგება და ბევრი თავია შეგეძლოს მართვა, ასე ვთქვათ, იმ რესურსის, რომელსაც გაიგებო კულტურაში და ეს უკვე ბევრი რამეს გაწევს. ანუ მე ესეთი დასკვნამშრომლობა, რომ შენ შეიძლება საერთოდ არ გქონდეს ხელოვნებასთან შეხება, საერთოდ არ იყო დაინტერესებული ხელოვნებით, მაგრამ პროექტის გაკეთება შეგეძლოს. კი. ასეთი მაგალითი არის ჰენრი ფორდი. შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ იცოდა საერთოდ, მაგრამ შეიძლება გუნდის ისე მარტო, რომ ბიზნესში აქტობდა უდიდეს წარმატებებს. მენეჯმენტი ისეთი სფეროა, რომ კი უნდა გაგიგებოდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ, მაგრამ ბევრი ისეთი მენეჯერი მინახავს მსმენელი, რომელსაც საქმის არაფერი გაიგება კონკრეტულ სფეროში, მაგრამ ისე შეუძლია კვალიფიციური კადრების მართვა, რომ საქმე გამოდის 10-იანზე. შესანიშნავად ათქმის თავს. თურმე რამხელა საკითხები იმალება თვითმმართველობის ფარდებს მიღმა მენეჯმენტი, ხალხის მართავ, მე მხოლოდ მეგონა რომ იყო უბრალოდ მეგობრების ჯგუფი, რომლებიც აკეთებდნენ ამ ღონისძიებებს, იქნებოდა კონცერტებს თუ ასე შემდეგ. მეგობრობა, თვითმმართველობა იქნებოდა, რა ვიცი, ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც თვითმმართველობაში თავიდან რო არ მომწონდა, ან ვერ ვხვდებოდი მნიშვნელობას სიტყვაზე 10 პირზე, რატომ არ უნდა შემოვიდეს და გვინდა. აი ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რა თქმა უნდა ვითარდები და რაღაც ხვდები, რომ ამას რაღაც ვიღაც ახირება კი არ არის, ეს სუფთა მენეჯმენტია. ეს უნდა გამოსცადო და ისწავლო რომ რაღაცას მიხვდა. ეხლა რაც თქვი, ის გასაგებია, რომ 10 პირზე დაგვიანებით შესვლა ცოტა არაკარგი ჟესტი არის, ცუდი ჟესტია, უხერხულ სიტუაციასთვის, მაგრამ სხვა დეპარტამენტის წარმომადგენელი იძლება რომ იყოს იქ. ამას გეუბნებოდით, სუფთა მენეჯმენტის საკითხია. ინტერესი. როდესაც ბევრი ისეთი თემაა, რომ ხო ეს არის შეჯიბრი, რომელზეც კითხვა არ უნდა გავიდეს თვითმმართველობიდან, იმიტომ რომ ვიღაც მივა და სრულად ესე გაიმარჯვებს ღონისძიებაში, ხო? თუნდაც ამიტომ 10 პირზე არ შეიძლება შემოსვლა. მაგრამ რატომ არ შეიძლება რომ ხდება, ხო? მე რა ვუყურებ, ეს არის ინტერესის გაბუება. როცა არ იცი რა ხდება, ან უბრალოდ სტუდენტი შედის 10 პირზე და უბრალოდ ვერ შედის 10 პირზე. არ იცის 10 პირზე რა ხდება, ეს ინტერესი უყურებს მას, რომ თვითმმართველობით დაინტერესდეს. თქვენ კი ძვირფასო ტელემაყურებელები და გემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ ეს იყო ყველაზე შემოქმედებითი გადაცემა არც თაობა, მე კი სოფო შენგელია ვარ და დაგიტოვეთ ჩვენი კადრებს ვაჟის მოწოდებულს თვითმმართველობის სტუდენტებისთვის გაკეთებული კულტურული ღონისძიებებიდან. ნახვამდის.